მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები ვრცელდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან გუშინ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაიწყო მასობრივი გამოსვლები, ეს ალბათ ეს კადრები თქვენც ნახეთ გუშინ. და პრინციპში უკვე ეს მოსალოდნელიც იყო, რომ რაღაც ეტაპზე ესე მოხდებოდა, მაგრამ ასე მალე არასდროს არ მომხდარა. საერთოდ ყოველთვის პრეზიდენტს აძლევენ დროს ერთ წელს მაინც, რომ მან თავისი ის დაპირება რაც აქვს რეალობაში გაატაროს. თუ ერთი წლის მერე ამერიკელმა ხალხმა არ დაინახა რაღაც გარკვეული აი ეს ნაბიჯებისადმი ერთგულება, რომელიც უნდა გადადგმულიყო, მაგ შემთხვევაში იწყება გამოსვლები. და პრეზიდენტს, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე თვე არის დანიშნული, აი ესეთ მასობრივ აქციებს უპირისპირებენ, ეს არის ძალიან საყურადღებო. Сейчас сотни тысяч американцев выходят на улицы против политики Дональда Трампа и Илона Маска. Сегодня по всей стране запланировано более 1200 акций в рамках масштабной кампании под лозунгом «Руки прочь». Демонстрации проходят во всех 50 штатах. В протестах также участвуют профсоюзы, экологи, представители ЛГБТ, а также пропалестинские активисты. Люди выражают недовольство не только политическим курсом, но и экономическими пошлинами, которые Трамп ввел 1 апреля. Именно это заявление вызвало резкое падение фондового рынка. Это крупнейшая волна протестов с момента инаугурации Трампа. На фоне протестов с жесткой критикой выступил Барак Обама и Камала Харрис. Они обвинили Трампа и его союзников в попытке подчинить себе экономику и ослабить демократию. На сайте организаторов протеста заявлено, Трамп и Маск и их миллиардерские друзья ведут наступление на наше правительство, экономику и права. Несмотря на давление и падение рейтингов, Трамп заявил: «Моя политика никогда не изменится». Associated Press сообщает, что Трамп игнорирует протесты и уже второй день находится на своем корте, играя в гольф. По опросам Reuters уровень доверия президента упал ниже 43%. Это минимум с начала его второго срока. Кроме того, к протесту присоединились люди в Англии и Европе. ეს არის საკმაოდ დამაფიქრებელი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ხა ამერიკაში გამოსვლები ყოველთვის იყო, იქნება და არის, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მცირედი უპირატესობით მოიგო ტრამპმა არჩევნები, ეს არ იყო დამაჯერებელი გამარჯვა და ეს ნათლად მოწმობს, რომ ფაქტობრივად ამერიკული საზოგადოება ორად არის გაყოფილი. და ძალიან რთული იქნება იქ, რომ ტრამპმა იმ რევოლუციური გეგმები განახორციელოს, რომელიც მას გააჩნია. ფაქტობრივად ეს აგავს იმ პირველ საპრეზიდენტო მმართველობას, სწორედ ასე დაიწყო მაშინაც ტრამპმა. ძალიან ხმაურიანი განცხადებები ჰქონდა მას, ხმაურიანი მოწოდებები და როდესაც შეუდგა
მოვალეობის შესრულებას მთელი საპრეზიდენტო ეს პერიოდი რაც ჰქონდა პირველი საპრეზიდენტო პერიოდი შიდა კინკლაობას მოადომა ვერც შიგნით ვერ გააკეთა ვერც ვერაფერი და ვერც გარეთ ვერ გააკეთა ვერაფერი ფაქტობრივად აი ეს მართლობის პერიოდი იყო შიდა დაპირისპირებები და ეხლაც ესე ჩანს მას ჰქონდა გარკვეული გეგმები რომ დაფინანსებები შეეწყვიტა მაგალითად სოდომიტებთან დაკავშირებით და მოსამართლებმა ეს არ დააკმაყოფილეს მისი ეს გეგმები. აი რადიო თავისუფლება უნდა შეჩეუღრებოდა დაფინანსება დავინახეთ რომ კვლავ აღუდგა რა იუსაიდან დაკავშირებით შეცვალა გადაწყვეტილება სასამართლომ. ანუ ძალიან დიდი დაპირისპირება. ის გუნდის კიდევ რომელიც მას ყავს ძალიან ისეთი გუნდია, რამდენად გაუძლებს ამ წლებს კიდე კაც მარიცის. ილონ მასკი გადის თამაშიდან. ილონ მასკმა თქვა, რომ ის უკვე გადაინაცვლებს ბიზნესში და იცით, აი ამ ფონზე აი იმ ტრამპისტების, რომლებიც საქართველოში უხვად იყვნენ, ჩვენ გვახსოვს, რაღაც ილუზიები და ოცნებები საპნის ბუშტივით ხდება. ჩვენ გვახსოვს, რომ აი ტრამპი მოვა, ტრამპის ფოლოვერად დაყენებული სურათები, ესეთი ერთი პერიოდი ორბანზე იყვნენ ატეხილები, რომ ორბანი გადაგვარჩენს. იცით რა არის ახლა? არ ვიცი, რატო უნდა იყო ადამიანი სხვა ქვეყნის პრეზიდენტის ასე ფანატი მე ვერ ხვდები, როცა ჩვენც ძალიან ბევრი ლიდერი და ძალიან ბევრი წარსულში რა თქმა უნდა, ეხლა ნაკლებად ყოლია და როდესაც თან მით უმეტეს სახეზე გქონდა რომ წინა მმართველობის დროს ვერაფერი ვერ გააკეთა, ეხლა რატო უნდა გაეკეთებინა. პრეზიდენტი რომელიც თავის დროზე LGBT დროშას აფრიალებდა, მე არ მჯერავს რომ მაგალითად ეხლა მან რაღაცა შინაგანად შეიცვალა. ეს უფრო პიარის ელემენტებია. ის რომ ეხლა სოდომიტებს დაუპირისპირდა, ეს კარგია კი ბატონო, გასაგებია რომ ეს დადებითია, მაგრამ არა ისეთი რომ რაღაცა აღტაცებაში ჩავარდეთ ჩვენ. და ისიც რომ რა თქმა უნდა ამერიკის საელჩომ ცოტა არ იყო შეაჩერა დარტყმები საქართველოსზე, ესეც დადებითია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არც ის გვინახია რომ ხელისუფლებისთვის მხარი დაეჭიროს და ეთქვა რომ მაგალითად ის სანქციები არის უკანონო რომელიც იქნა დაკისრებული და ჩვენ ნახეთ რომ ამის გამო მაგალითად აღშფოთებულიც არიან ჩვენ ხელისუფლებაში. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი ჩვენ სტუმართან ერთად ომის ვეტერანი ბატონი პაატა აბულაძეა ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით ბატონო პაატა. ბატონი პაატაც სიმართლე რო თქვაც ამას ვარაუდობდა როგორც მე რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე საპნის ბუშტივით გასკდებოდა და გასკდა კიდევაც, იმიტომ რომ ის ხალხი ვინც ტრამპზე ლამის აბოდებდა დღეს ეხლა არ ვიტყვი რომ გინება, მაგრამ დაიწყო კრიტიკა. მე აემის მანიშნებელი იყო რამდენიმე დღის წინ ქართული ოცნების პროპაგანდისტის და მისი მხარდამჭერის შათირიშვილის განცხადება, რომელმაც თქვა რომ ესე იგი ფაქტობრივად ტრამპმა ვერაფერი ვერ განახორციელა რაც იყო და ის ფაქტობრივად ძევალი არის deep state-ის და ანუ ჩვენ უყურებთ იმას რომ შიდა კინკლაობა და შიდა ბრძოლა მიდის. აი თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა რასთან გვაქვს საქმე და შეძლებს თუ არა ტრამპი აი ამ დიდი წინააღმდეგობის ფონზე რომელსაც ჩვენ უყურებთ აგერ ტელევიზორში გადალახვას აი ამ ბარიერის. პირველჯერ მან ეს ვერ შეძლო, როდესაც საპრეზიდენტო პირველ მმართველობაში დაპირისპირება ჰქონდა. ეხლა შეძლებს მეორეჯერ. უყურეთ მე პირველად რამდენჯერ ვიმეორებ. თუ მას ტრადიციული სამყარო, ჩინეთი და რუსეთი გვერდში არ დაუდგა, რა თქმა უნდა წააქცევენ. 100%-იანი წაარქმევენ, უბრალოდ რესურსი არ ყოფა პირველი 600 მილიონიანი ევროპა აუჯანყდა ეს ერთი უკრაინაში ომის დამთავრება საერთოდ მე მგონი უკვე წერტილი დაესო რომ ეს თემა დახურულია არავინ მან და ომის დამთავრებას არც აპირებს ეს ერთი მეორე უკვე მესამე გააქანა და ზუსტად იმ ტკივნეულ ადგილას დაარტყა ევროპას და საერთოდ ყველას რაზეც აგებული იყო თელი ეს სამყარო, მაგათ სოდომისტების სამყარო. ანუ ფულის კეთებაზე, გარყვნილებაზე და ამაზე. მაგრამ უყურეთ რა შესაქმე. იმათ თავის ის სხვა სამყაროა, ის სამყაროა, რომელიც
იქ ერთებიღაც ხდება. აქეთ რა ხდება ჩვენსკენ? რო ეუნებოდი ამ ხალხს. გაანებით ამ ცრუ მოლოდინებს ნუჩენთ ამ ხალხს, კაცო. ეხლა სად არიან, რატო არიან, სად არიან დაკარგულები ეს ხალხი? გამოვიდნენ თქვა, კაცო და ის რაც სათირიშვილმა დაწერა, ძმაკაცები ხდებოდნენ პატარა რა, შენი მოსაგების გულის მოგებული ის პრეზიდენტი ვერ ამოვიდა ამერიკაშიო. ბიჭო, გამაგებინეთ კაცო, სულ რომ მე დამნიშნონ პრეზიდენტად, მე თქვენიანი მაინც ვეღარ ვიქნები. აი წარმოიდგინე, მე ჩემისთანა კაცი, აი სიგიჟეს გეუბნებით, დამშვით ამერიკის პრეზიდენტად, მე თქვენიანი არ ვიქნები, კაცო. თქვენი სამყაროს წევრი არა ვარ და მითო, კაცო. შეიძლება გითხრათ, რომ აი კაი კონცერტები გააქვთ, აი კაი მუსიკები გააქვთ, კაი ღვინო გააქვთ. კაი ხალხი ხართ ქართველებო, მაგრამ ბიჭო, რავი, ხვები ხართ, კაცო. არ ხართ თქვენ ჩვენი სამყაროს წევრები. ამიტომ სრულ მოლოდინები გაუჩინეს. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ ჩაივლის მეთქი, კაცო. იმიტომ რომ ყველა რაც მაგან იბრახუნა 2 თვის განმავლობაში, აი ხმაურიანი განცხადებები რაც აკეთა, პრაქტიკულად ვერც ერთი ვერ შესრულდა. აი საერთოდ ვერც ერთი რა. ეხლა იმ რუსეთმაც, იმ ჩინეთმაც, არა ის ძალა, არა ეს ამერიკა კაცო, რომ აი რაღაცა გავლენა მოახდინოს გინდ რუსეთზე, გინდ ეკონომიკურად. აბა რა უნდა გაეკეთებინა სხვა? მაგრამ აქ ჩვენ რა ვქნათ? ჩვენთან რა ვქნათ, კაცო? ეხლა რა შევით, ველოდებით, 4 წელს ხებინე მე მოვიდეს კიდე სხვა. აბა შეგიჟეთი რა. ბიჭო, კიდე ერთი აი უყურე კიდე ერთი კითხვა თქვენ თერში თქვი რა, მაშინ მე მგონი თუ ჩართვაზე გითხარი, ეხლა გამახსენე. ჩართვაზე გითხარი, აი უყურე რა. ბიჭო. ტიპმა თქვა, რომ მე ამ ისა რუსებსო უკრაინელებსო შეუჩერებო დახმარება. შეიარაღების დახმარებასო. ეს ხო გააჟღერეს ტრამპისტებმა. ბოლომდე კი არ წაიკითხეს რა თქვი, რა წერია ეკა. დროებით. ვეკითხები, რომ კითხე რა არის ის დრო, როცა ისევ განაახლებს. რა უნდა მოხდეს მე ვთქვი. ვერ შეთანხმდეს რუსეთთან? აი ვერ შეთანხმდა რუსეთთან. მე რა შვებით. განაახლა და შეიძლება ახდება. სადამდე მივალთ. ის გეუბნები, იმან უყურე აქაც მაშინაც ავთქვი, ეხლაც გეუბნებით. თვითონ კიდევ კაი ჩემი სიტყვები არის ნატოს გენერალური მდივნის სიტყვებია. რაც ჩვენ ერთ წელიწადში მიუხედავად ჩვენი 20-ჯერ მეტი ბიუჯეტისა, რაც ჩვენ ვაწარმოებთ სამხედრო ნაწარმსო, რუსეთი ერთ წელიწადის განმავლობაშიო, რუსეთი ამასო 4-ჯერ და 10-ჯერ მეტჯერ ორ თვეში აკეთებსო. წარმოდგენილი გაქვთ ეხლა იქ რა სამხედრო ინდუსტრია მუშაობს სამსმენაში. რატომ რო ვკითხულობ? ხომ თავდება, ხომ ტრამპი მოვიდა, ხომ დაძმაკაცებს, ომი ხომ უნდა გაჩერდეს. რატომ მარაგდებიან? ყველა, განა რუსეთი კი არა მარტო. ყველა ის სამყაროს იარაღდება. უფრო მეც გეტყვით, კაცო, ეხლა აი უყურე უკრაინელებმა ჯერ ისროლეს აქეთ გუშინ რაღაცა მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა, დღეს რუსებმა იქით ისროლეს, იქაც ბავშვები დაიღუპა, აქაც ბავშვები დაიღუპა. ტრაგედიაზე მოდის. ტრაგედია ყოველდღიური ტრაგედია უკვე. ბესპრიდელი დაიწყო მსოფლიოში. მაგრამ როცა აგრესიაზე ვლაპარაკობთ, აქ ერთი ამბავი რო ატეხეს. ბიჭო, რა ვიცი, 8 თვეში დახოცეს 13,000 ბავშვი კაცო. მუსლიმი ბავშვები. აგერ როგორ წინა თვეს დახოცეს, რა ქვია, ქრისტიანები. ბესპრიდელია თელ კონტინენტზე დაწყებული. ყველა კონტინენტზე, მარტო აქ კი არა, ნებისმიერ კონტინენტზე არის ამას ქვია ბესპრიდელი რა. არ არსებობს არავითარი მექანიზმი რაღაცის გაჩერების. ჩამოიშალე, აღარ არსებობს მეთქი. ჯო, რავი ახლა აქ ვდგევართ და ჯო, ამ ხელისუფლებისაც მიკრის რა კაცო. ჯო, კიდო კაი რო პრემიერმა სწორი განცხადებები გააკეთა და სწორი მესიჯები გაუშვა იქით რომ გადაწყვეტასთან დაკავშირებით და ისეთი პირობები წაუყენა რომელიც იმის გარეშე სხვანაირად ურთიერთობა ვერ გადაიტვირთება. მაგრამ ისაც კარგად ვიცით რომ ამაზე ის სამყარო არ წამოვა კაცო. გამორიცხული თემაა. ამიტომ მოდი იქ ჩვენ თავს მიხედოთ ის რომ
აქ რო არ ვიპოვოთ, რა ვიცი, ღმერთმა დაიპაროს რუსთაველზე იქნება თუ სადღაც ბავშვების ნაპლეტები, ბიჭო, რავი, ამაზე ვიფიქროთ რა. როდის გეუბნებოდეთ, ჯერ კიდე არაფერი ისეთი არ დაწყებულა, რაც აუცილებლად დაიწყება. ყოველ მიზეზს გარეშე დაიწყება. ჯერ არაფერი აი გავს, ამ წელს არ დაიწყება, ახლა ვეგეუბნებით. ის რაც უნდა დაიწყოს და ეს არის გარდაუვალი პროცესი, კაცო. თქვენ რაზე იზამბობთ? დიდომზე. დიდომზე, ბიჭო, ხوار, ბიჭო, რომ მალავდნენ და იტყოდა რა კაცი ეს შეთქმულების იმას თუ რასაც ისინი ამბობენ, იმას გიმეორებთ, უბრალოდ აქ არ უნდა ამის გაგება, კაცო. და რისკზე აგდებენ ამ ქვეყნის ფიზიკურ განადგურებას, კაცო. ბიჭო, ვინ მოგვცო მაგის უფლება ჩვენ? ქირითა ვართ ამ ქვეყანაში მოსული 80 წელი და რო არ დაბადებულა იმ ბავშვებს რა პასუხისგან რას მეუბნებით, კაცო. აი, ლობჯარია რო არ გაგვებრაზებინა, თავი შევიკავით რაღაცაზე? რა თავი შეიკავეთ? რა ლობჯარია? იქ ისტორიაში იწერება რომ ამის პერიოდის დროს ქვეყანამ შეწყვიტა ფიზიკური არსებობა. რა არ გვაქვს მაგალითები რომ ჩვენ სამეზობლოში რომ პრაქტიკულად სახელმწიფოები აღარ არსებობს ჩვენზე დიდი სახელმწიფოები. აბა ჩვენ რას ვრისკავთ, კაცო? ვინა ვართ რომ ამ რისკავთ 3000 წელი ეს ქვეყანა არსებობს და როგორ გინდათ ეხლა თქვენ რომ ის თაობაა მოსული რომელიც უნდა გააჩვენოს არ ხდება ესე მეთქი, კაცო. წავიდა სრული ბესპრიდელი არის სოფლიოში. არა, ეხლა იცით რა, მე ხშირად აი ეს ექსპერტები რო გამოდიან. მე არ მაქვს საუბარი იმ ნაცებზე. ნუ აი ჩვენ მხარეს რო ითვლებიან და არც მაქვს იმაზე. და აი ნუ არ მინდა გვასახელებ და გამოდიო და ესე ლაპარაკობ. ეხლაო ჩვენ უნდა ლავირების პოლიტიკა ვაწარმოოთ, ეს მაგარი იციან, ხო და ანუ აი ფრთხილათო უნდა გავიდეთო, ფრთხილათო. და სამშვიდობოს გავალთ. ეხა ეგ იგივეა, უღრან ტყეში, აი ამ ცხოველები რო დარბიან, რაც არ უნდა ფრთხილად იაროს, ეხლა კურდღელმა მაინც შეჭამს ის მგელი. რაც არ უნდა იაროს ფრთხილად ჩველმა, მაინც აღმოჩნდება ის. შენ თუ არ ყავს ისეთი დამცველი, ისეთი უსაფრთხოების ქოლგა არა გაქვს, რაც არ უნდა კარგად გააკეთო, შარს მაინც მოგზდებენ რა. აი ვთქვათ, რომ აი არ მიეცი საფუძველი ვიღაცას რომ თავზე. არა ინტერესებს, კაცო, ძალა აღმარცხნავს რა. და ეს ვერ გაიგეს რა. აგერ კაცმა თქვა თვითონ ტრამპმა რომ მეო მინდა კანადაო. ეხლა გაბოვა ის თურქეთი დაიტყვის, მე მინდა აჭარა. და რას ეთყვი? არა, ის თუ იძახის ჩემი ეროვნული ინტერესებისთვის არის საჭირო, ისიც იტყვის ჩემი ეროვნული ინტერესებისთვის არის საჭირო. კიდე გამოვა ერთი მეორე ჩვენი მეზობელი არ არის საჭირო დასახელება. ისიც იტყვის რომ მე ეს ჭირდება. და შენ ხო უნდა მიხვდე რომ უნდა ყავდეს დამცველი. ამერიკა რომ ჩვენ ვერ დაგვიცავს, რამდენჯერ უნდა იმას ქნა თქვათ ესა. საქართველოს მთელი ჩვენი ისტორია, არაფერი არ იცვლება, ისტორიაში იგივეა. მთელი ჩვენი ისტორია, ჩვენი ყველა მეფე ცდილობდა იმას, რომ ისეთი თავშესაფარის ქვეშ ყოფილიყო, რომ დაცული იქნებოდა რა. და ყველაზე კარგი თავშესაფარი მონახა ერეკლე მეფე. როდესაც ამ რუსეთთან ურთიერთობის შედეგად დემოგრაფიული მდგომარეობაც გაუმჯობესდა, ეკონომიკური კეთილდღეობა და ყველაფერი გაუმჯობესდა. და სხვა მართლობის და სხვა სისტემების პერიოდში ასე თუ ისე დავზარალდით ჩვენ და ვერ გავიგე ამას რომ ლაპარაკობთ მე ბოდა ბატონი პაატა ვინმე ბოდიში და რუბლებს კი არ გვირიცხავს იქიდან და ვინმეს რამე პრივილეგიებს კი არ ღებულობთ იმიტომ ლაპარაკობ რომ ქვეყანა გვინა გადარჩეს ესენი ღებულობენ ბიზნესები ამათ აქვთ რუსეთში ესენი ღებულობენ იქიდან ფულებს დივიდენდებს ეგენი დაფრინავენ მოსკოვში და იმაში და პირიქით მაგათ უფრო მეტი აქვთ იქიდან რა ქვია რეალურად სარგებელი და ჩვენ ვამბობთ რომ სანამ დროა დავიწყოთ რუსეთთან პარტნიორობა. აი როგორც ბელორუსი, ხა ბელორუსს გასრისავდა მთელი, აი როგორც უკრაინა ისე გასრისავდა ლუკაშენკო იქნებოდა უძლური. შეიყვანა ის ბირთვული შეერაღება შეიტანეს და ჯარიც იმას ქნეს, დაიცვე, თორე ლუკაშენკო ჩამოგდებულიყო, რაც არ უნდა იმ ვერტალიოტით ეფრინა იმ იარაღით ჩამოგდებული იყო, ხო? და ჩვენც ეხა განწირულები ვართ ერთადერთი საქართველოს გადარჩენის შანსი არის რუსეთთან ურთიერთობა. ვერ ვაგებინებ ამ ხალხს ვერა. და მაინც გინდა არ გინდა აქით ამხარე, ვინც კი აი ნუ არანაცები არიან, რუსეთს ვერ ახსენებ. აი გინახიათ თქვენ რუსეთი ეხსენებინოს ვინმე ეს? არ ახსენებენ. და უყურე რატო იცით? იმიტომ რომ არ დააბრალონ რუსეთის იქ Facebook-ზე ვიღაცამ არ დაუწერო. რევლის აგენტი. გაიგე შენ. იმდენად უყურე, იმდენად იმ დონეზე არ უყვართ თავის სამშობლო რომ აი იმ ლაიქის რო გაწიროს. არა კაცო, ის ლაიქი უჩენია თავის ქვეყანას რა.
აი ვიღაცა რომ დაუჭეროს უფალმა დაგლოცოს დედა რა ჭკვიანი ხარ აი ჭკვიანია ბიჭო გაჩერდით იდიოტი რა აგერა ბიჭო უკვე დავიღალე ერთეგივით მაგრამ ორ შაბათს რო დაიწყეს შაბათს დაამთავრეს 30 მილიონიანი სირიის გაყოფა კაცო ჩვენზე მეტი ჯარი წავდათ და ჩვენზე მეტი რაოდენობაც წავდათ აი რო დაიწყეს ბავშვი და 4-ად გაყვეს ის ალ-ქაიდას მისეს დაუფასეს რა ბრძოლა ალ-ქაიდას და ის ორი ჭაბურღილის ტერიტორია დაუთმეს ბიჭო რავი აქ რატო ვერ აკეთებენ რა უშლის ხეს აქ რო ვერ აკეთებენ რა არის ის ძალა ბიჭო რავი ყველა პირად საუბარში ეკა ფორას მოგცემენ ისეთი აი ოღონდ კამერის წინ არა აი ეს პირად საუბარში რას ლაპარაკობ მე დაში საერთოდ დავიძინოთ კაცო ისინი რო ლაპარაკობენ აი ხა 9 მაისი მოდის რა ბიჭო ჩადი ამ 9 მაისს თუ ვერ გავიგე ესე იგი მიდის იქ სლოვაკეთის პრემიერი ფიცო მიდის უნგრეთის პირველი პირი ორბანი მიდის მოსკოვზე გაბრაზებული ალიევი რომელსაც არ აქვს კაიდან მაგრამ მაინც მიდის დიდი ალბათობით პაშინიანიც შეიძლება წავიდეს ჯო რატო არ უნდა წახვიდე იმის გამო რომ შენ დაგიზახებენ კრემლისაგენს ეს ნაძირლები ეს პიდარასტები დაგიძახონ კაცო ვერ გავიგე მაინც გეძახიან ვერ გავიგე და ესე იგი ჩვენ რო გვეძახიან კრემლის აგენტებს და პუტინის აგენტებს გასაგებია მაგრამ მაგ ხელისუფლებასაც ხო ეძახიან ხო მაგაც ეძახიან თუ ეძახიან ხო და რატო რა მაინც ეხლა ვერ გავიგე რატო არ უნდა წახვიდე წადი და დაიწყე ეხლა არა იმიტომ არ მიდიან ოსების და აფხაზების ლიდერია ყოველთვის ეგრე იქნება თუ არ შეცვალე რაღაცა ხო ხო მაშინ ვიყოთ ესე რა ვიცი მოვა მე მის თაობა რა დროის ფაქტორია კაცო ეხლა არავინ არ მითხრას საქართველოში რომ თუნდაც ერთი ადამიანი არსებობს რომელიც ტაო კლარჯეთზე აქვს მუხლები გადაწყავებული რა თქვენი ჭირიმე რა პირიქით ეგენი ბოდი ის დრო არ მოვიდეს ნიგა ბატონო ის დრო არ მოვიდეს ოღონდ ჩემ ქვეყანაში დამარხვა მოვესწრო რა ვიცი ცხოვრებაა კაცო არავინ არ ვიცით რა ხდება ხვალზე კაცო ჩვენ გახსოვს ვიძახდით რომ თბილისი დარჩება მარტო საქართველოს თბილისიც აღარ დარჩება რა დარჩება გადახედეთ გადახედეთ რა ხდება თბილისში შენ დაიმოში დიხონში თვალები გადმოყარე კაცო ბიჭო ამდენი რა უბედურებაა ეს არა ბიჭო ქსენოფობი კი არა ვარ რაღაცის მაგრამ ხო რავი მე მაგალითები მაქვს ლონდონის ბერლინის ბარსელონაში მადრიდში რეებს აკეთებენ კაცო რა ვიცი არის უკვე რაიონები ევროპის ქალაქებში სადაც პოლიცია ვერ შედის მაგრამ ელემენტარულად ვერ შედის მე ტელეფონი მაქვს გაძეძგილი მაქვს ვიდეოებით ხო ეს უკვე რაღაცა ზღვარს წითელ ზღვარს მეუახლოვდა ბიჭო რაღაც საშიში მდგომარეობა აი ამ კუთხით უკვე რაღაცას ხედავ არ არის პრობლემა როგორ არ არის პრობლემა ამიტომ რაღაცა ესენი დარბიან და იქ რა ქვია არა მაქვს საერთოდ ლაპარაკი რუსთაველზე რო არა კაცო ის გასაგებია ბავშვები ბაბში არ არის იქ პრობლემა არის ერთი რამე კაცო ბიჭო ნუ უჩენთ ხალხს ცრუ მოლოდინებს კაცო არც მე ვარ ეხლა ბოდიში ყველა კონფესიას პატივს ავცემ ბატონო პაატა მაგრამ შეხედეთ ეხლა აი ნახეთ ეხლა აი თბილისი ძველი თბილისია ესა და ნახეთ რა ეხლა იცით რა არის ვინც ტოლერანტობაზე კიდე ლაპარაკობს იცით რა არის ტოლერანტობა საქართველოს არ ესწავლება მაგრამ იცით რა არის იდიოტიზმში არ უნდა გადავიდეს არაფერი რა იმიტომ რომ ეხლა მე არ ვიცი აქ ეხლა ინდუსების, პაკისტანელების, ირანელების, ეხლა ირანთან დაკავშირებით რაღაც დაიძაბო სიტუაცია, წალეკავს ირანიდან დევნილები საქართველოს და ვინ შეაკავებს ამას? ვინ? გეტყვით ბატონ ნიკოლოზ, წინა 2 კვირის 14 დღის უკან 30 მილიონიანმა აზერბაიჯანულმა ეთნოსთა აზერბაიჯანელებს, ოღონდ ირანის მოქალაქეება, ირანის ტერიტორიაზე აქციები მოაწყეს 30 მილიონზე მაქვს ლაპარაკი. და იქ მოითხოვენ ავტონომიას, ესე ვთქვათ. ეს არის ირანი აზერბაიჯანის მოსაზღვრე ტერიტორია, სადაც ცხოვრობს 30 მილიონი აზერბაიჯანელი ეთნოსი. ბიჭო, მარტივ კითხვას აქვს, აი განარამე, ბიჭო, ხანდახან ვფიქრობ, მარტო მე სულ არ ჭირდება აქ ბომბების და იმის ჩვენა ღმერთმა დაიფოროს. ბიჭო, რავი, ირანი და იქ ვიღაცა ითხოვს ავტონომიას.
წარმოიდგინე, ირანში ითხოვენ ავტონომიას. 500,000 9 მილიონი კათოლიკე რო დაეძრეს. რა შვებით? ეხლა არ მიგა ჩერე სასონხეთით წამოვლენო ხო ეს იგიჟე შეიძლება ვიღაცას მოვიდეს თავში აზრად მაგრამ აი რა შაშობით მე რავი დავდგებით პულიმოტები და ბავშვებს და ქალებს დავხოცო რა თქოს ისრველია არ არის პრობლემა როგორ არ არის კაცო პრობლემა თუ ამას ავდიო იმან რა თქვა რა ქვია აი გუსტავო დარბიან და ამარ რა განცხადება და ხახახა და ვიცნო და იმ რაღაცა სიგიჟებს რო აკეთებენ იმაზე ვიცი არა საცილად საქმე კაცო ვაფშე არა გვაქვს საცილად საქმე ხო რავი მე გავიგერო იქ ვიღაცა გამოსულა და ჩვენ 9 მაისს არ ჩავალთო ჯერ ამ ხელა სიმახინჯეში ვცხოვრობთ რომ ის 9 მაისი ვიღაცასთან კი არ ჩავდივართ კაცო 400,000-მდე ქართველმა სიცოცხლე დათმო კაცო ვიცან კი დაპატიჟებაც არ გინდა შენ 96 მარტო საბჭოთა კავშირის გმირი ყავდა კაცო და ვინ იყო სტალინი და ბერია ბოლო ეს ომი მოიგო მე აი პირველად რო ჩავედი მოსკოვში პირველად ჩავედი აი ვიღაცები კი მრაცხავენ იმათ რო აგენტად კრემლის აგენტად რამდენი ვისა ხო და მოსკოვში ჩავედი ნუ 2 თუ 3 წლის პირველად რა არ ყოფილი მანამდე არასდროს არ ყოფილი ვარ მოსკოვში და 3 წლის წინ პირველად ჩავედი და პირველი რაც გავაკეთე მივედი სტალინის საფლავზე დავდე ეს ყვავილები და გავაკეთე ჩართვა და ესე იგი თქვი რომ ეს ხო ქართულ-რუსული იმპერია იმიტომ რომ ქვეყანას მართავდა სტალინი და ბერია და ამაზე დიდი ხალხი ვინა და მთელი აზანზა ესე ატყდა პანიკა სოციალურ ქსელში აი იქით აქით და ბიჭო ჯერეგერთი იქ სადაც ის აღლუმი ტარდება ხო და სადაც 9 მაისს უნდა ჩატარდეს იქ არის ქართველი რამხელა სიამაყე არის და მე დარწმუნებული ვარ რომ დიდი პაუზის შემდგომ ეხლა ამ 9 მაისს სტალინის სახელი გაჟღერდება კი აუცილებლად აქამდე თუ იკავებდნენ თავს ეხლა უკვე მიდის მუშაობა ბერიას ასევე რეაბილიტაციაზე კი და ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება. ეხლა ხან სიტყვა ჩამოსული აქ მაგალითად მე უმასპინძლე ინტერვიუც მივეცი Russia Today-ის გადამღები ჯგუფი რომელიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში იყვნენ ჩასულები და აკეთებენ ფილმს მეორე მსოფლიო ომზე და აქ საქართველოში გორის მუზეუმში მივიყვანე სტალინის მუზეუმში და ყველა ესე კონცენტრირებული არის აი ამ უდიდეს დღეზე 80 წლის იუბილეზე. აგერ ვნახეთ რომ ტრაფიმოვმა რუსეთის სექციის ხელმძღვანელმა მედლები გადასცა 80 წლის ქართველ აი ამ ვეტერანებს და ანუ ყველა ამ დღეს აღნიშნავს და მთელი ცივილიზებული მსოფლიო პოსტსაბჭო რატო არ უნდა ჩავიდეთ მე ვერ ხვდები აი ეს არის და მე ვიღაცას უთქვია რომ საქართველოსიო სულო არისო რუსეთის მიმართ რაღაცა აი ინტერესების რაღაცა და ნოსტალგიურად თუ რაღაცა 10% ვინ გაზობა სადღესობას ბიჭო თვითონ ამათი NDI-ის და იმის გამოკითხვებით 33% არის მაშინ აი როცა ეს ბოდიში და სააკაშვილი 33% გაგანია სააკაშვილის დროს წერდნენ რომ ევრაზიული კავშირშიო მომხრეა ეს სააკაშვილის დროს მე დარწმუნებული ვარ ეხლა რო ჩატარდეს ოფიციალურად კვლევები ეს 50%-ზე მეტი იქნება მაგალითად რომ აი ვის უნდა ევრაზიული კავშირი ვის უნდა ევროკავშირი უმრავლესობა დაუჭერს ევრაზიულ კავშირს ხარ კატასტროფულად უმრავლესობა ხო და მე ვერ გავიგე ეხლა ესე იგი რა შეიცვალა აი ამ პერიოდში ამერიკის კრიტიკა ისმის კი ბატონო ტრამპის ქება მაგრამ რუსეთის ხსენება არ არის რუსეთი არის კლავაც ესე იგი ბოროტების ზალა და ამ დროს იმ რუსეთთან დადებითი ესჯები მოდის. ხელისუფლებას უჭირდა რუსეთი ხელისუფლებას ედგა გვერდი და ესე იგი ბიჭო ელემენტარული არა ადამიანი რომ გაქებს ხარ მადლობა მაინცა თქვი და ბოლო მადლობას თუ არა უაგინებ რა ესე იგი ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო ის უნდა თქვას ეხლა რუსეთის ხელისუფლება ხო მოდი ამ 9 მაისისაც ვთქვათ რომ არ დაუკარგოთ ხელისუფლებას ემზადებიან ქალაქის მერია იქ ვაკის პარკში ვიცი რომ პომპეზურად აღნიშნავენ არა მაგით შარშანს კარგად ვაკის თუ კიკვიძის პარკში კიკვიძის პარკში ხო ემზადებიან კიკვიძის პარკში ყოველთვის ემზადდებოდა რამე განსაკუთრებული არა არა წინაწელს პრემიერი მოვიდა ხო და წინაწელს ანუ ეს ტრადიცია მეთქი
მაგას არა ისე თქვით ვაკის წესით ვაკის პარკში უნდა ყოფილიყო რეაბილიტაცია დაწყებული ვაკის პარკში კი ბატონო ამიტომ უფრო მაგრამ ის კეკლუცობა რასაც რომ არ ჩავალ ვინც პირველი უნდა ჩავიდეს აი პირველი ამ რესპუბლიკის 15 რესპუბლიკებიდან ვინც პირველი უფლება აქვს იქ ჩასვლის თანაც სისხლით დამსახურებული ქართველია კაცო თუ ქართველი იყო ის კაცი რომელმაც სოფლიოს შეუცვალა აღროვნება შეცვალა კაცობრიობის კაცო დღეს თუ ეს რუსეთი არმია არის პირველი არმია თუ ამ კაცის დამსახურება და ბირთვული შეერაღება რო აქვს მაგიდან გამომდინარე ვლაპარაკო ბერიას დამსახურება ხო და რავი ახლა ახლა ისა გვაქვს არა პაბლაშკა რო იტყვია და არ ვიყენ აი მე იმ დღეს თქვი და თქვენთანაც გავიმეორებ რა იმიტომ რომ გამეორება ცოდნის დედაო რუსეთის არხზე იყო ფიცო აძლევდა ინტერვიუს და ესე იგი ხო და ფიცოს უთხრეს რომ აიო თქვენი დაპატიჟება ავით თუ გამომიგზავნიანო დიდი მადლობელი ვიქნებიო და სკაბაევამ უთხრა რომ თქვენო დაპატიჟებული ხართო და ცნემლები წამოუვიდა სლოვაკეთის პრემიერს კაცო ფიცოს ბიჭო აი რო ვიყავი იქ მოსკოვში პირველად აი ისეთი აი რაღაცა ის ტანზე აი ჟუანტელმა გამიარა სტალინის საფლავი რო ნახე რა აი ჟუანტელმა გამიარა რომ აი ისეთი ამაყი ვიყავი აი ისეთი წელგამართული რომ აი ამ წითელ მოედანზე ისე დავდიოდი თითქოს კრემლში მე ვიყო და არა პუტინი რა ისეთი განცდა მქონდა რომ ეს იყო მართლა ქართულ-რუსული იმპერია, იმიტომ რომ სტალინი ბერიას გარდა იქ კიდე უშიშროებისა და სხვადასხვა უწყებებში სულ ქართველები იყო. და საქართველოს ეძახდნენ მაშინ საბჭოთა კავშირის შვეიცარიას, ისეთი დონეზე იყო ცხოვრება, ხო? ჩვენთან. ბიჭო, რატო არ უნდა ჩახვიდე? აი, ეს ხო არის შენი ისტორიის პატივისცემა. იმ ვეტერანების, ბიჭო, ყველას ახლა მე მაგალითად ერთი სული მაქვს, რომ როდის ჩატარდება იქ ბესპერტნი პოლკი, იმიტომ რომ კარგად იცით, ახლა უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ არის, რომ არ ტარდება, რომ როცა ჩატარდება ჩემი ბაბუის სურათს ავიღებ ნიკოლოზ ჟავანაძე, რომელიც ძოლობდა იქ სახმელეთო ჯარში და მონაწილეობდა ამ სამამულო ომში, რომ დავიჭირო ჩემი ბაბუის სურათი და წითელ მოედანზე გავიარო, რომ ამით ჩემი ბაბუის სული უკვდავყო, ხო და ვერ გავიგე ბიჭო რა უბედურება, აი როდემდე შეიძლება რომ აი ამ დასავლ მაინც ვერ გავიგე ერთ სიტყვას აგერ ასანქცირებენ ხელისუფლებას, მოსამართლეებს ატერორებენ. ეხლა აგერ მაგალითად აი მოსამართლეებს კიდე რაღაც განავითარდა სანქცია დაუწესა ბრიტანეთმა, ხო? ხო და ანუ ესეთ ყოფაში ყოფნა როდემდე შეიძლება, რა ვიცი, შობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანიო, ეს ვერ გავიგე იმაზე, რა ქვია, ჩინელებზე ითქვა, თუ იმებზე, პაკისტანელებზე. ჩვენ არა ვთქვით ესა, ჩვენ არა ვთქვით. ესეთი ცხოვრება როდემდე უნდა გაგრძელდეს, რომ ვინმე ისა თქვა, მაინც გვაგინებენ, მაინც გლანძღავენ, ამათი მოსაწონი ვერაფერი ვერ ვნახეთ. სულ მაგ ერთი შიში. ხო. ჭიმათ მარა იყო ხელი. გინდ ჩვენმა სამეზობლომ აი ტრადიციულმა სამყარო. თქვას რომ ამათი გამოსწორება არ იქნება რა. ხო, რა ესენი კაროჩი. ხო, აი ბიჭო, სულ მაგაზე რატო იცი? აი მე კი მართლა მოხდება იქ რაც მოხდნენ და რატო იცი რომ მოხდება იმათ ინტერესში იქნება რომ აქ მოხდეს. უკვე იმათ ინტერესში შევა. რატო იცი ხელფეხია გახსილი. ჟენევი, ხო, ჟენევის კონვენცია და ფათაშორის მაგი ლაპარაკი უკვე დაწყებული არის. მე არ მინდა ეხა ყველა პარტი გავშალო, მე მაქვს ესეთი ინფორმაციები, რომ ეხა ცოტა დიდი უკვე ლიმიტი იწურება ჩვენი. მარტო რუსებზე არა მაქვს ლაპარაკი. ხო არა, რუსეთში საქართველოს ლიმიტი იწურება უკვე, იმიტომ რომ ადრე ძალიან პოზიტიური სიუჟეტები კეთდებოდა საქართველოსზე და ატყობთ რომ უკვე შეიცვალა ეგ დამოკიდებულება. ისეთლათ აღარ იმაშვებიან, უკვე ადრე როგორც იყო. ხო, ნუ კიდე არა, რატო იცი, უკვე ისინიც უკვე ელოდებიან აქიდან ნაბიჯებს. 3+3 ფორმატი არის, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფაქტობრივად აღდგენის დასაწყისი, იმიტომ რომ შენ როცა საქართველოს მონაწილეობდა, იქ რუსეთი, ყველა ქვეყნები შენ ტერიტორიულ მთლიანობას ცნობენ ფაქტობრივად. ხელი აქვს მოწერილი გეზმის და ბიჭო, ანუ შენი ტერიტორიული მთლიანობისკენ აღდგენისკენ არის გადადგმული ნაბიჯით და მე ელემენტარულია სულ მაგას ვიძახი, კაცო, ვინმე თუ რამე წაგართვა, იმასთან ხო უნდა გაარკვიო, ესე ვიყოთ აი ვინმე თქვენ სახში რო წაგართვათ არამე, ან რომ მოკპარონ, ხო მიხვალ დაელაპარაკებით, როდემდე უნდა ვიყოთ ესე რომ მე არ მინდა თვითონ ჯერ დამიბრუნოს. აი რო წაართვათ ეხლა რამაც რომ ვიღაცამ წაართვას მაგალითად მთავრობის წევს ვიღაცა ან ვიღაცა და არა კაცო, მე ბოდიში და თვითონ მოვა და დამიბრუნებს. მე არ მივალ. აი ესეთი. და იმიტომ წაგართვა რომ მაგრამ უკვე
ვისაც აინტერესებს, აიღოს 3+3 მემორანდუმი და იქ წაიკითხოს. აღიარებენ სამივე სახელმწიფო, ანუ უпроსტად ხუთივე სახელმწიფო, კასპიისკაი, პიჩორკას ეძახიან, ხუთეულს ეძახიან, მაგათ აღიარებენ გაეროს მიერ აღიარებულ ტერიტორიებს და მაგ საზღვრების უსაფრთხოების გარანტია ხდება ესე ვთქვათ, ეს კასპიის ხუთეული. ანუ პრაქტიკულად რუსეთმა თქვა, რომ გაერომ რაც აღიარა საქართველოს ტერიტორიაზე, ის საზღვრებიო, მე ამაზე მოწერილმა თხილი ამ ჩაბა სხვანაირად როგორ კიდათ. მაშინ უნდა იომო. ომი ჩვენ არა, უყურე. აქ როგორ ჯარი გაიყვანოს. ბიჭო, რა ვიცი, კაცო, ის თქვენი პატრონები, რომელიც არიან დასავლეთ სოდომისტები, რავი, 56 ქვეყანა ეომება და ისინი დაიქცნენ, კაცო. ამას ვერაჩერებენ. ფაქტია, რომ ვერაჩერებენ. კაი, ადრე თუ არ მიჯერებდით, რომ ამოვიდეთ, რომ გიჟი ეს რაც ლაპარაკობს, ახლა ხომ აითხერა. არა, მე რა არიცი, რუსეთთან რომ მივალთ ეს მე უეჭველი ვიცი, მაგრამ მე არ მინდა დაჩოქილი, ხო, აი, მუხლებზე არ მივიდეთ რა. ხო, რა ვიცი, კიდევ ერთი გეუბნები, ისე არ დადგეს საკითხი, კაცო, მე არაფერს არ ვატყუებ. ესე ფიქრობდნენ, რა ვიცი, სირიელებით, სერბებით, რა ვიცი, პალესტინელებით, იემენელებით, აგერ ერაყელებით. ხო, რა ვიცი, ესე ფიქრობდნენ სომხებით. არა, ვერ გავიგე, ხა ვიღაცას თუ გონია ეხლა რომ აი ეს დაწოლა რო იყო ჩვენზე აი ეს პერიოდი, ეს რუსეთის გარეშე ჩაიარა ამ ყველაფერმა და ამაში რუსეთის წვლილი არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლება გადაურჩა აი ამ გადატრიალებას, ეხლა დებილი უნდა იყოს, რომ ვერ მიხვდეს. რომ ინფორმაციებს, რომ აქ რას აპირებდნენ, ასევე ის, რომ ეკონომიკურად ეს ლარი რო არ დაიქცა და განადგურდა აი ამ რუსული პროდუქციით, რომელიც შემოდის, ხორბალი, შაქარი, შედი ერთი ამ მაღაზიებში ყველაფერი რუსული როა, ბენზინი, ნავთობი, სამშენებლო მასალა, ყველაფერი რო რუსული არის შემოსული და ამას რო ვერ აფასებ და არ მინდა რუსულს არ გინდა რუსული და დაიქცევი და მოკვდები მშიერი რა და ვერ გავიგე ეხლა ხო უნდა გადავდგათ ნავი თან აგერ დავინახეთ რომ ტრამპმა ჩაილულის წყალი დალინა. არია, всё დაამთავრეთ ტრამპი. всё ტრამპი არის დამთავრებული. და თვითონაც მიხვდენ, იმიტომ ხა შათირიშვილის ეს წერილი ეგ იგივეა რომ ბოდიში და იმას ეთქვა ეს პირველ პირს ქვეყნისა რა. აბულაძე ოღონდ აკადემიური დაწერა. ხო, არა, ეს იმიტომ ითქვა ეს რომ აი ფაქტობრივად ხელისუფლებამ გაახმოვანებია. ხო, რა თქმა უნდა. როგორ ჯირინოვსკის რო ახმოვანებდა პუტინი, ჟურინოვსკი რასაც იწყო და ეგ იყო პუტინის დათქვა. რომ დაათქმევინებდნენ ჯირინოვსკის. თუმცა რაც ჩათირიშვილმა დაწერა ადამიანური ენით, ხალხის გასაგებით ენით და აი ამ სტუდიიდან ყოველ დღე ისმის. რა თქმა უნდა, მაგას არ ვიძახი დღე და. ჯო, რავი, ეხა მე როგორც კი მოვიდა ტრამპი იმ წუთას თქვი, რომ ეს კაცი ვერაფერს ვერ იზამს. ეს არის სისულელე. რა თქმა უნდა, ბაიდენს ჯობია, არავინ არ უარყოფს, მაგრამ ჩვენი უნდა გავაკეთოთ, კაცო, არ გვინა ამ ამერიკელებიც და არ გაგვიკეთებს ამერიკა, არაფერს ჩვენ. ვერც გაგიკეთებ. ფიზიკურად ვერ გააკეთებს მეთქი. იმის რესურსი არ არის. ეხლა არ გახსოვთ ეს ექსპერტები რო გამოდიოდნენ, ჩვენი გზა ევროპაშია, ეხლა ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ევროპაში და ვიღაცები რო შეხდნენ იქა და იმეს და რო ლაპარაკობდნენ, ეხლა გადაწვირთვა დაიწყება. რა გადაწვირთვა დაიწყება, რა გადმოწვირთვა შეხედეთ ინგრევა ბოდიში და ამერიკის შეერთებული შტატები და მე არ გამიკვირდება კენედივით არ გააგორონ ეს ბოდიში და არავის სიკვდილი არ მინდა ნახოთ, მაგრამ ამის საფრთხეც არ ბატონო ნიკოლოზ, ყველა ევროპაში ტრამპის მიმდევრები ან დაიჭირეს ციხეს ჩაყარეს. რომელი გითხრათ, ლეპენიდან დავიწყო, ბულგარეთიდან დავიწყო, რომელი ერთი გითხრათ? რუმინეთიდან. რომელი ერთი გითხრათ? ანუ ის რო ამბობ ჩვენებს რომ იმედი ქონათ, კაცო, ეხლა ესენი მარკრონები და ეს გარეწრებიო წავლენ, კაცო, მაგასო ვინ კითხავსო? ის ეგენ დღეს არის ხვალ აღარ იქნებიანო და ვინც მოვაო ის წესიერი იქნება, ჯერ აიცის ვინ მოდის. ხო, ის რომ მოვა ის კარგი იქნებოდა, ბიჭო, რა ვიცი, აი ეხლა ეს სიგიჟე არ არის. რავი, ჯერ პირი არ უგავს მაგათი იმას, კაცო. პირიქით, ციხეებში წიწერეთ. აი რო ითქვა თბილისურად ბესპრედელსაც უკეთებენ. და რა ვიცი, ხან ტრამპი გამოვა დაიცავს, ამ ტრამპის მერე 300-ზე გაუშვებენ, ვინ კითხავს შენ ერევიო? პრაქტიკულად, აი ერთი სფერო მითხეთ, რომელიც ტრამპმა გააკეთა. აი რაც იბრახუნა, ერთი სფერო მითხარ. ხო, არა, ის რა თქვა, დაფინანსებას შეუწყვეტო სოდომისტებსო და სასამართლო ყველაფერი აღადგინა. კი. ვერაფერი ვერ გააკეთა, ისევ დაფინანსებას ღებულობენ, ყველაფერი აქვთ. ეს იყო ხმაურზე გათვლილი ყველაფერი, ელემენტარული სოციალური ქსელი ვერ შექმნა, კაცო. Facebook-ი კლავაც არის, აი ხო ვიძახთით, რომ რა დღესაც ტერორის ქვეშ არის სოციალური ქსელები.
ხო ვითომ რაღაც ამერიკულია ეს სუპერბერგი მაგის მხარდამჭერი არ არის დღეს რატო არის კინწურაშვილი კვლავ სუპერბერგის და იმის რა ქვია ეს ნაცები რატო აკონტროლებენ იმას რა ქვია საქართველოში სუპერბერგი რომელიც ამბობდა რომ მე ზეწოლის ქვეშ ვიყავი და ეხლა კარგად იქნება ყველაფერი საქართველოში და ევროპაში კლავად გრძელდება ტერორი აბა დაწერეთ რამე თუ კი არ დაგიბლოკავენ ყველაფერს ეხლა ჩვენი ტელევიზია აი რაღაცა ალგორითმი ადებს კაცში რო გინდოდეს ვერ ნახავ რა კი ბატონო ხო და არაფერი არ შეცვლა აი როგორც პირველი საპრეზიდენტო მმართველობის მე მე კიდე ეჭვი მაქვს რომ მე მეშინია რომ ამ კაცს რამე არ გაუკეთო იმიტომ რომ არის ძალიან დიდი ძალა უპირისპირდება ამ კაცს და ესე იგი ეს კაცი კენედის ბეს გაიზიარებს თუ არა ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. უყურეთ, აქეთ არის მაკრონ, აი უყურეთ, ტრამპი თავისი გუნდით. თუ აქეთ არის კაცო, ტრილიონები კორპორაციები, რავი, თელი შეიარაღების აი გლობალისტები ყველაფერი უბედურება ყველაფერი არის მაკეთ ხარეს კაცო. ბიჭო, ხანდახან რო ვეუბნებოდი და წინდათ კაცო ამას რო ვეუბნებოდი. არა, არ უნდა თქვა. ეხლა რაღაც შატირიშვილმა დაწერა. მე ძალიან დიდ პატივს ვსწრებ შატირიშვილს, კაცო. პირიქით, კარგია რო დაწერა, აბა რა უნდა კლა, მაგრამ ბიჭო, რავი, ამას ხო გეუბნებოდით. მაგრამ გეუბნებოდით უბრალო ენით. თქვენ მაინდამაინც იმას უნდა დაეწერა და აი ეხლა აიტაცეს და რავი, ამას ყოველდღე ვამბობთ, კაცო, აბსოლუტურ სტუდიას თუ მაგას ამბობენ. ის რომ ეს მოხდებოდა, აბა როგორ წარმოგედგინათ, რომ ტრამპი მოვიდა, აბა წავალთ ახლა ჩვენ სახლში. მართლა ესე გეგონათ რომ ესე დანებდებოდნენ ესენი? რავი, რა სიგიჟია კაცო. რა ჩვენ ისი რა არის, ერთი რამე უნდა თქვა, საქართველოში განაცების აღარც ლაპარაკობ. არა, განაცები აღარ. უნამუსო და ბოდიში კონფორმისტი ვლიქნელი ექსპერტები ყავს და პოლიტოლოგები, რომ დაჯდებიან სხვადასხვა სტუდიაში, იმითი მონაცვლეობით, ხან ერთი გადაჯდება, ხან მეორე დაჯდება და ლაპარაკობენ იმაზე, რომ აი, ვიცი რა არის, ავადმყოფი, როდესაც მივა ექიმთან იმას ის აინტერესებს, კაცო, დიაგნოზს რას დაუსვამ შენ და როგორი არის მეთოდი გადარჩენის, თორე ის რა ჭირს იმან იცის კიდევაც ისთვის მიდის. ბიჭო, რა ჭირიც გჭირს, ეს გავიგეთ, მაგრამ გადარჩენაზე არავინ არ ლაპარაკობს, იმიტომ რომ გადარჩენის ის გეგმა რო თქვას, აი ეგ არის რომ ვაიმე ესეთის ის არ დამაბრალონ, ვაიმე ერთი ეგ კი არა, ზოგიერთი წავიდა მოსკოვში რაღაცა კონფერენციაზე, ვერ გამოვიდა ელემენტარულად ვერ გამოვიდა საქართველოში და ვერ თქვა ის რომ აი მე აი იქ ვიყავი და მონაწილეობდი. ეგ კი არა რო ჩადიან, იქ იმალებიან რომ არ უნდათ. იმიტომ რომ რატო იცი? იქ იმიდიან, იმიტომ რომ ვაი და მართლა ამ რუსეთმა მერე რაღაც შეცვალა პოლიტიკა და თადარიგი დავიჭირო. მაგრამ ისიც არ უნდა რომ აქ მერე ყუდროება დაერღვა. მე რა სიამოვნებს ვიღაცები რომ რაღაცა კრემლისაგენც მეძახიან ეს ნაძილე, მაგრამ ფეხებზე მკიდია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე ქვეყანას ვერ მოვატყუებ. გადარჩენის ფორმულა არის რუსეთთან ურთიერთობა. თუ არა თვითონ შემოგთავაზ მარკო. ხო, აბა რა არის სხვა გზა? აგერ ტრამპს ფეხებზე კიდე ამერიკას საერთოდ არ აინტერესებს, საქართველოს, ევროპას ხო საერთოდ კიდე როგორ ილესავს კბილებს ხო ხედავთ? აბა ვერ გავიგებ, ვინ არის ჩვენი მოკავშირე, მაინტერესებს. ხო და გითხრა მეთქი, ჩვენი ხوار მოსწონთ. ბიჭო, თავისი გითხრა გამოსავალი. არა, ნაძილები არის. ერთი ტრამპის იმედი ქონდათ, ნუ დამთავრდა ეგ ტრამპი. ვсё, განეთ ფილმა რო იტყვია. ახლა რა ვქნათ? ახლა რას ვაკეთებ, კაცო? იმკა თავის პრობლემები აქვს, ჯერ სად არის, კაცო? ორი თვე ვერ გაკაჩა. ისინი ორ თვეში აძენ ამ ნაგნაუდიდან გამოვიდნენ, მობილიზება მოახდინეს და დაიწყეს, კაცო. ვინმე გადახედეთ ამერიკაში იმან გააკეთა ის კვლევა გააკეთა, რამდენი შტატში იყო, რამდენი მილიონი იყო გამოსული. თქვენ როგორ გონით, ეხლა ეს ხალხი გაიწოვება და გაქრება და სო, დაწყდება ყველაფერი, არა, კაცო, არ ხდება. ნუ მოივიტყუებთ თავს. ჩვენთან ახლო აღმოსავლეთში, რა ვიცი, ბიჭო, თუ ვინმეს გონია რომ სირიაში აი 600 კილომეტრი ჩვენგან დაშორებით, 600 საჰაეროთ რო გადაჭრა. იქ შეწყდა გენოციდი? არა, კაცო, просто აღარ იღებენ. ჩავიდა ბერბოკი, რასაკეთებ თქვენ უპატრონებო მართლა ტერორისტები ხართ რა. ნუ გაიგებთო, გააკეთეთო, მაგრამ ნუ გაიგებთო, კაცო, просто არ იღებენ. მორჩა გათორე იგივე გძელდება, კაცო, ქრისტიანების და ალავიტების ხოცვაში ლეტვა. თუ ღაზა სექტორშია გაჩერებული. რას ლაპარაკობთ, კაცო, გუშინ კიდე დამომბეს ტოლილთ ბანაკები. არა, თან რო გამოდის ესა და რა სიგიჟეა? არა,
თავრობის ხდომას რომ ლოცვით რო იწყებდა ხო გახსოვს და ეს ნაცარი რო წაისვა იმ რუბიომ და ესენი შედაროცვილო ქრისტიანი თუ ხარ აგერ ქრისტიანებს ხოცავენ იმას სირიაში ელემენტარულად შეშფოთება მაინც გამოთქვი რომ ჩვენ შეშფოთებული ვართ ეგეც მაგასაც არ აკეთებს რაში გამოიხატება ეს უფრო ფარისევლობაა მაგას ჯობია მართლა თქვა რომ აი ბაიდენი იძახდა სოდომის თუ ხარ ქრისტიანი ქმედები დამანახე ქრისტიანობა ხო 25,000 ჯარი უდგას იქ ბიჭო თუ რუსებმა გაუხსნეს ბაზა ამ ტოლილებს ქრისტიანებს შენც გაუხსენი კაცო შეიფარე ქალი და ბავში ეს რა უბედურებაა პროსტო კადრები ახლა ხო ყველასა ვაქ რა ნახე იგივე გძელდება ნიკა მართლა გძელდება იგივე პროსტო აღარ იღებენ თვითონ იმ მაგათ ტერორისტი ვინც არის იმან უთხრა რომ აღარ გადაიღოთო კი არ დამალა აღარ გადაიღოთო მაგრამ ხო ხალხი იღებს მაინც ტელეგრამში ყრია ხო არა ეგ იმიტომ იღებდნენ და აშინება მაგრამ აქ იცი რა არის ჩვენ აი რაზე ვლაპარაკობთ გასაგებია რომ ხელისუფლებას არ უნდა დაუკარგოთ ის რაც გააკეთა და უძლებს კიდე დღემდე კი ბატონო უძლებს მაგრამ იცით რა არის ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი ეხლა რინგზე რო გადის მოკრივე რაც არ უნდა ძლიერი იყოს მოკრივე რო არ წყმევინოს მთელი ეს რაუნდები 1 2 ბოლოს მართლა მიაღწევს ის შედეგს როდემდე უნდა ვიდგეს ამ რინგის კუთხეში და გვირახუნოს ამ მოწინააღმდეგე გადავიდეთ ჩვენ შეტევაზე და მივარტყათ ერთი და დავისვენებთ ხემაინც რა როდემდე შეიძლება რომ ქუჩაში ვერ გამოდის ხელისუფლების წარმომადგენლები დედასაგინებენ აგერ რა დაცვით უნდა იაროს ყველამ კაცო მივა ვიღაცა გამოვა მოღალატე რა როდემდე უნდა ითმინოს ეს ყველაფერი ქვეყანამ კაცო რა უბედურებაა რა აგერ აი ბელორუსია 20-30,000-იანი კაცო საწარმოები გუგუნებს ხო არის უსაფრთხოება არის ისა იცით რა არის ხალხი აი უყურეთ საქართველოსთან სიმართლე რო გითხრა ხალხი აი გაჭირვების გამო კი არ მიდის უფრო დაიღალა ხალხი ამ დაძაბულობიდან აი ჩართავ ტელევიზორს აი ცუდად გახდები იმას იზამ გახვალ ქუჩაში აი სულ დაძაბულობა ბიჭო სიმშვიდე გვინა იმ საბჭოთა ეპოქის მიმართ მართლა მილიონრები კი არ ყოფილა ამ საბჭოთა კავშირში ელემენტარულად საჭმელი სასმელი იყო მუშაობა იყო ესეც ბევრია მაგრამ ნუ ყველა სიმშვიდე იყო აი საბჭოთა კავშირის ნოსტალგია იმიტომ აქვს ხალხს რომ სიმშვიდის ნოსტალგია და საშუალო ფენა არსებობდა ხო სიწყნარე იყო არა ნუ უზრუნველყო სიწყნარე და მორალურად სუფთა საზოგადოება გაახვალა ეს ბოზების არის მთელი ქვისა რა ქვია ერთი შედი სოციალურ ქსელებში არ ვიცი მე რა ვიცი ესეთი ქართველი ხალი უკვე ქართველი ხალი აღარ არის 80% დაჭერილი არის ქართველი ხალების მიერ კაცები რა არ გინდა ძმაო კაცი და გაალებე თავი რატო აჭერინებ კაცს რატო მე არ მინახე ხა რუსეთში შევადაროთ სტატისტიკა რუსი ხალი არ დააჭერინებს თავის ქმარს თუ შეყვარებულს იმას რა ქვია პოლიციას არ უნდა გაანებე თავი და ნუღაიმე რატო აჭერინებ ადამიანს მე არ ვძახი რომ ყველა ანგელო გადაგვარება მოხდა ქართველობის გარდაგვარება მოხდა რა იმან რაც ეს იყო ეს პროპაგანდა თავის შედეგი გამოიღო და აქიდან ერთადერთი ხსნა არის სხვა ორბიტაზე გადასვლა. ჩვენ დამოუკიდებლად ამას ვერ იმასვისავთ, ვერ შევს. ლუკაშენკომ იმიტომ შევიდა იქ, რა ქვია, ამ რუსეთთან კავშირში, რომ სხვანაირად ვერ დაიცავდა ქვეყანას. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, სულ ამას ვლაპარაკობ, ეხლა მე აი ლუკაშენკო, ბელორუსი, რუსეთის თემა, იმიტომ აქ რომ ყველა დღე ამას ვეუბნები, აი სოს უნდა დააწერო ჩვენ გადაცემას. დაველაპარაკოთ რუსეთს, დავიწყოთ რუსებთან ურთიერთობა. დღე ლაიტმოტივად არის ჩემი გადაცემის ეს. უყურე კიდე მანდ ერთი პრობლემაც არის. პრობლემა რა ხდება, იცი? ჩვენი სამეზობლო ამას რო უყურებს, ბიჭო, საშიში ხდები უკვე შენ ყველასთვის. ეს ქვეყანა სამეზობლოს ხდები, პროსტო საშიში ხდები, რატო იცი? ამ ტერიტორიაზე, შენს ტერიტორიაზე ისეთი ბუდი არის. ბუდე, რომელიც არის მაგათის ბიოლოგიური მტერი, კაცო, დღეს ხვალ იქ უნდა დღეს გააფრთხილა, როგორ ამას როგორ არ ვიტყვი. დღეს გააფრთხილა ირანის და ის რო ყავთ სულიერი ლიდერი. ყველა მუსლიმი სახელმწიფო, ყატარი, საუდის არაბეთი, თურქეთი, ყველა გააფრთხილა. თუ რომელიმე ქვეყნიდანო სამალიოტი აფრინდებაო ამერიკისო ხო ეს ჩაითვლება როგორც ომის გამოცხადება ირანზეო პასუხი იქნება მკაცრიო ეხლა გეკითხა რატო აი დღეს ოფიციალურ ჩემი მოგონილი ოფიციალურ გვერდზე დევს გააფრთხილე ეს ქვეყნები ახლა გეკითხები აგერა მაგ დიდი ხომში დიდი
საერთო. ვინმე მის შიგნით რა ხდება? ამ ხელა საერთო, ამ პატარა წარაკოა 3 მილიონი ხალხი რა თქონდა, ბიჭო, ნუ გამაგიჟეთ. ერთი ქოხი ეყოფოდა სულ მაგას. სხვა რამე ხო არ ხდება ამ ტერიტორიაზე, ბიჭო, რატო იცი? სოროსის ფონდია აქ აკყავს. USAID-ია აქ აკყავს. კავკასიის ცენტრში, კავკასიის თუ რამე მობილიზება ხდება, ყველა ამ სახელმწიფოშია ეს სოდომიზმური ორგანიზაციები თავის დაზვერვებით და თავის იმით, კაცო. უყურე რატო გეუბნები? შენ ხდები ის რასაც იმ სახელმწიფოებისთვის ჩვენ სამეზობლოსთვის ხდები უკვე საშიში სახელმწიფო მაგათთვის. რაც უნდა შენით იყვირო რომ ჩვენ არ ვარ სანქციებში არ ვერთობით. ჩვენ ვართ სუვერენიტეტი, ბიჭო, რა ის სუვერენიტეტზე მელაპარაკები? ჩემი მოსიცხლე მტერი ყავს აქ და იმაზე და რა თქვია? რა ის მელაპარაკები, კაცო? თუ კი შენ ამბობ რომ სუვერენიტეტი გაქვს, გააუქმე კანონი, რომელიც ესე იგი რომელიც აძლევს ნებართვას ამერიკის მოქალაქეს იარაღით შემოვიდეს, ის რო არ გაიჩხრიკოს. ეს როგორ ხდება თუ? ეს რა არის? და მეუბნები სუვერენული ქვეყანა ხარ? როგორ ახარ სუვერენული ქვეყანა? ამაზე მეტი თავდასხმა რა გინდა? ესე იგი თუ მოუნდა ამერიკის აი იმას იარაღით შემოვა რა. აი მაგარი სუვერენულები ვართ რა. აი გლიჯავს ისეთები ვართ რა. არა, ვინმე თუ ფიქრობს ეს ბაჩიაშვილის გაპარებაში ამერიკის ხელი არ ურევია კიდე, ეგეც ძალიან დიდი სისულელე. რამე თუ კი აქ ვინმეს გაპარება უნდათ, ან რაღაცა უნდათ. პაშინიანი, როდესაც გადატრიალების პერიოდი იყო, საელჩო შენობაში იმალებოდა ამერიკის. იქაც დიდი შენობა, იქაც ანალოგიურად ამერიკის. სპეციალურად აკეთებენ ამ ყველაფერს და ის ლაბორატორია კიდე ლუგარის რა არის, კაცმარიცის კიდე რა. ერთ დღეს შეიძლება დავიძინოთ და ვეღარც გავიღვიძოთ. არა, იმიტომ რომ ეხა აღარ ხდება ესე ბომბი ჩამოგდება, აღარ ხდება რა. რა არის ბოლო ვეღარ გავიგე, რატო უნდა იყოს შუაგულ დედაქალაქში აეროპორტთან რაღაც გაურკვეველი ტიპის ლაბორატორია. რა სარგებელი მოუტანა, რამე დღემდე 10 წელია ფაროსანამ გააჩანაგათ თელი დასავლეთ საქართველოს და ერთი წამალი ვერ დაგვიდეს ის რომ გადარჩენილიყო აი რა სარგებლობა მოიტანა ვინმე თუ მეტყვის ამ ლუგარის ლაბორატორიამ საქართველოსთვის, აი ხელებს ავწევ და ვიტყვი რომ მართლები არიან და ყველაფერი მეთქი. რატო უნდა იყოს ესეთი რაღაცეები? პირიქით 1000 დაავადება, ვირუსები, საშინელებები, ამდენი ონკოლოგიურად ისა რა ქვია დაავადებული ადამიანი, სავსეა თურქეთი ქართველები თუ რა არის ვერ გავიგე რაში დამიცვა ამ ამერიკა მითხარით ერთი რაში რა საცდელი კურდღლებივით თავად ვართ რა საცდელი კურდღლებივით რა თან უყურე ბატონო აქ ბიჭო ამათი ის მარტო ჩვენ კი არა როგსა უყურებე რომ უყურე აი როგორც ამბობი რომ ჩვენ კაცო სუვერენული და ამ უკვე ამ სოდომისტებს ვეუბნებით. რა ვიცი ძმაო, მე უყურებ ფაქტებს. 30 სოდომისტი შეიკრიბა. ეთერი მოგვეჩითო და რა ყოველ კვირაში ერთ საათს, ყოველ დღე ერთ საათს უთმობთ. ეხლა გეკითხებით, ჩვენ რო შევიკრიბოთ. მოგწევთ ერთ საათს. მაგრამ მაგათზე ორჯერ მეტი შევიკრიბებით. თუ კიდე ფორას მივცემთ მაგათ, მინუსიდან დავიწყებ, ჩვენ მაგათვა +10-დან დაიწყო. და მაინც ჩვენზე ჩვენ უფრო მეტი მოვალ. ვინმე მოგწევს ეთერს? რა თქმა უნდა არ მოგწევს. აბა გამაგები როგორ ეგონებით ხო? 20 კაცი რო გადაგიკეტავს რუსთაველს. ხო რა სკამე კი აღარ მალავე რომ უმცირესობა შეიძლება. სკამებს კი. აი გავიგე რომ ნიკერო არ უნდა შერყევა. კი ბატონო. პარალელურად გადადგიჯმო, ჩამოვიდა ახლა ჩვენი მეზობლის ერთ-ერთი დიდი თანამდებობის ესე ვთქვათ პარლამენტის თავმჯდომარე. იმიტომ კი არ ჩამოვიდა კაცო სტუმრობა უნდა საქართველოში. ჩამოვიდა გითხრა ორი სიტყვა. საფრთხეს უკვე რატო ეცი კაცობრიობა გადავიდა უკვე აბსოლ. შენი ეს ლავირება უკვე დამთავრებულია. არავინ მაგას არ შეხედავს კაცო. კიდევ ერთხელ იგივე პროცესი გრძელდება ყველგან. არა, მე კიდე უყურეთ ბატონო. რავი, ცოტა გავანძილე თუ. აი ხა. რაზე კაჩობ?
იმას რომ ვეხვეწებ რომ არ მინდა შენი შვილი ვიპოვო დაფლეთილი ქუჩაში ბომბებისგან ამაზე მაკაჩავებთ არა ჯერ ერთიც ვერ გავიგე აი რაზე გვიხდება საუბარი ჩვენ აი ეს 13 წელიწადია ვლაპარაკობ მოდი დაველა არ გვინდა აფხაზეთი და სამაჩაბლო ხო როგორ აბა სხვა აბა მაინტერესებს ბიჭო თქვენ რომ მანქანა წაგართვათ ბინა წაგართვათ ვინ წაგართვა ხო უნდა დაელაპარაკო იმა ჯერ დამიბრუნო და რას ნიშნა თუ დაგიბრუნა რაღაცა ლაპარაკო რაღაცზე უნდა ველაპარაკო იმ კაცს მე ელემენტარულ ჭეშმა რა ვითხოვ რომ გუბერნია შევიდეთ იმაში კაცო ეს ავანტყოფი გახალგაზრდობა რომ გაზარდეს ვინც გაზარდა ის ხო უნდა გაყარო განათლებისა ვინმე გაყარა ეს იქი და კლავაც რომ ნაცებია ვინც წაგართვა შვილები ხო უნდა შეცვალო ვინ დგას იმ აქციებზე სულ ახალგაზრდობა რო დგას ხო კლავაც ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი ფინანსდება ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი რატო უნდა იყოს ვერ გავიგე ნაცები ან ჯავახიშვილში გამოყარე კინწისხრი დიხლოპოსი ჩედი და გაწმინდე იქაურობა რა მერე კიდევ ერთი ვერ გავიგე ძალიან კარგია რომ აი მე ასეჯერ ვამბობ ამას უკვე რა კომისიის ხდომა რო იმართება და ხედავთ რა ხდება ბიჭო რატო არ უნდა აჩვენო ამა ეს პირველ არხმა პირდაპირ ეთერში რუსთავმა იმედმა არ მინდა ცეკვავენ ვარსკვლავები და რაღაცებს რომ აყურებინებს სისულელეებს კაცო პირდაპირ ეთერში აჩვენე რაღაც ურეიტინგო მაესტროზე და იმაზე პარლამენტის არხზე როა კაჩვილოა ზოგი ვერც იჭერს მაგა ნახე მთელ საქართველოს ის ქალბატონი თეა წულუკიანის მე დიდი მადლობელი ვარ და ეს ქალი მიყავს აი მართლა და ვისთვის იხარჯება ეს ქალი ისთვის კეთდება ეს კომისია რომ ვერ გავიგე რაღაცა ამოგლეჯილები ვნახოთ ჩვენ ეს იგი ნაცების აქცია უნდა ჩატარდეს ყველა ეთერში 24 საათი პირდაპირ ეთერში და ნაცების მამხილებელი იმას რა ქვია ეთერებს რატო ვერ ხვდე პირველ მარხმა აჭარის არხმა არ უნდა გაუჩვან ეს ყველაფერი ამიტომ ნუ ვიცი არა გაოგნებული ვარ რა აი მე კიდე რა არის აი რაღაცები იცვლება ვიღაც ახალი ხალხი მოდის აი ყოველთვის უყურებ აი იქნება მოვიდეს ის დრო როდესაც აი ეს ხალხი ვინც იბრძოდა ამ სააკაშვილის რეჟიმის იმათი დრო როდისმე მოვამეთქი და არასდროს არ მოსულა აი ხა ვიღაცები თანამდებობებზე დაინიშნენ არც ერთი ადამიანი იმიდან არ არის იმ შემადგენლობიდან ვინც აი მიშას ებრძოდა და რაღაცა გავიგე რომ ყველას ვერ დაასაქმებ ყველა მაგრამ უამრავი პროფესიონალი ვიცი რა არ ვიცი მე რაღაცა როდესმე ხო შეიძლება დადგეს ის დრო როდესაც მართლა ის ხალხი იქნებიან ხელისუფლებაში ვინც ამ ნაცების წინააღმდეგ იბრძოდა ხო კი ბატონო აი ნაღდები 2012-იანები რო იძახიან სად არის ეს ხალხი იცი თქვენ მარტო ვარ არა სად არიან ვერ გავიგე რა ვიცი ან იმ კომისიის თომაზე რო გამოდიან ვერ გავიგე ის ხალხი ან რა ვიცი მე სად არ ვიცი აი ვერ გავიგე ვერაფერი ახლა არ მინდა კიდე ბევრი რამე თქვა იმიტომ რომ მე ისევ ნაცობას დაგაბრალებენ რაღაცა რო თქვა ხო იცით ეხლა რა უყურეთ თანაც რამხელა ისტორიული ის პროცესი მიდის ამ ხდომაზე ამ საგაუმჯობლო კომისიის ხდომაზე ისტორიული და იურბერგის პროცესია უყურე და თურმე უყურე ეხლა რო ამბობენ იქ ხო არის გავრცელებული ჭორები რომ აო ესაო ჩვენი მტერი ისარგებლებსო ეს ასე ხმამაღლა ბიჭო მითხარით ერთი ორგანიზაცია საერთაშორისო ერთი თქვენ დამისახელეთ სადაც არ ლაპარაკობენ უფრო მეტ ვიდრე საკავშირო კომისიაში ვის უმალავთ ისი ყველა მიცის ყველა ლაპარაკობს ჩვენს გარშემო თუ რამე არსებობს ორგანიზაცია აი ჩვენ არ უნდა გავჩვენოთ და არ ვილაპარაკოთ ვის უმალავთ კაცო ბიჭო რა ვიცი ევროკავშირმა აგერო სააკაშვილმა დაიწყო ევროსაბჭოა და თქვენ დაიწყოთ ამერიკის ელჩი გამოვიდა 47 წუთიანი ინტერვიუ მისა წულუკერმა დაიძინოს ისეთი ინტერვიუ მისა კაცო ამერიკის ელჩმა რა ის კომისია იმან ვაფშე ვერდიქტი დაუდო გარანჩენი გამოუტანა ვის უმალავთ აბა გამაგებინეთ ერთმანეთს უმალავთ ის რაც ყველამ ერთმანეთს ვიცით მე ვატყობ აზრი მითხარით არა მე ვატყობ რომ ბევრს არ სიამოვნებს სიმართლე გითხრა ამ კომისიის ხდომა იმიტომ რომ იცი რა აქვს რაღაცნაირად უხერხულობის შეგრძნება აქვს რატო აქვს უხერხულობის ქვეყანა რო ინგრეოდა აი ამ სააკაშვილის პერიოდში და ზოგი გოგლი მოგლის ჭამდა და ამ დროს ჩვენ რო ვიბრძოდით სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ელემენტარულად ეხლა ჩდება კითხვები რომ შედალოცილო შენ სად იყავი ამ დროს ხო სად იყავი სად იყავ? და აი მაგალითად მე ვთქვი, რატო არ უნდა იყოს საქართველოში მაგალითად იგივე სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა მუზეუმი? აი რატო არ უნდა იყოს?
თუ კი არსებობს ოკუპაციის მუზეუმი, რეპრესირებულ, ვერ გავიგე, რომ ლაპარაკობთ ფაშიზმი და ყველა არჩევნებზე ბილბორდები არის, ვერ გავიგე, არ უნდა იყოს ესეთი მუზეუმი, სადაც იქნება ეს მომავალი თაობა ნაკავს, რომ ხვალდაზე იგივე არ განმეორდეს, თანახე ამხელა ბიჭო გარეწლები არიან. ეხლა ზერეკა ზერეკიძე რო დაიჭერს ბავშვი ვიცო მე ეხლა დიდი ხანია უკვე რა რომ მე დაჩიც აგურია რამდენჯერ მაგის თითქოს ახალი ჩემს არაფერი არ უთქვა მაგრამ იმდენად ჩემს რა აუ მართლა საშინელებაა ბიჭო ეხლა მაშინ დაუვიდე აი ჩვენ ნახეთ სვათაშვილ ვაჩვენეთ ის ფილმი თითქოს ჭრილობა ხო რაღაცა ძალიან დამგუზა რა ის დეტყობა დამავიწყდა და აი ამის მერე და გამოვიდა ეს ეხლა დამასწარი და მათელაშვილი და ისაო ამასო ისო დაასაქმეს რკინიგზა შეუნამუსო კაცო აი როგორ უნდა მართლა კაც ბიჭო მამა მოუკლეს დედა გადასახლებაში არის რომ 2 კაპიკი გამოუგზავნოს და ვალები გაისტუმროს დედამისი აი გული დამეწვა მართლა ეს ზერეკიძე აი ჯერ როგორ შეინარჩუნა ამ ბიჭმა ეს აი ვაშკაცობა კაცობა და რო არ გაბოროტდა როგორ არის ამხელა 47 წლის ჯანღონიცავსე მამა მოუკლეს თვითონ ციხეში აწამებდნენ და მარტო აი ზერეკიძე უნდა იყოს სიმბოლო იმისი რომ აი ადამიანი რო არ გაწყდა და მებძოლი იმისი და მე იმაში კი არ დავნიშნავდი ამ ბიჭს რა ქვია მარტო იმ რაღაცა ის რო არის რკინიგზაში აი ეს ბიჭი იმსახურებს აი პარლამენტში ეს უნდა შეიყვანოს კი ბატონო განათლებაც აქვს და ყველაფერი რომ სიმბოლო რომ უხერხულობა მაგრამ რატო არ შეიყვანენ იცი ზერეკიძეს უხერხულობა იქნება მე სხვებისთვის კი რატო არ არის პარლამენტში ვინმე ის 2012-იანელი იმიტომ რომ უხერხულობა არის უღერხულობა, იმიტომ რომ შენ როცა ბოდიში და ყავს ადამიანი, რომელიც ებრძოდა რეჟიმს დაპატიმრებული იყო და შენ იმ დროს გოგლი-მოგლის შამდი, უკვე უღერხულობაა ეს. ხო, ნუ იმას ვერ შეხედებ და თუ იცი ის ყოველთვის მორალურად შენზე მაღლა იდგა. ხო, აი, იმიტომ რომ ეხა ბოდიში და ვიღაცები რაღაც ისტორიებს ალამაზებენ, ვითომ რაღაცას იბძოდა და ეს რაღაცა ხალხს ვერაფერს ვერ მოატყუებ, რომ ვითომ იბძოდა და რაღაცა ისტორიები იტყდება და რაღაც სისულელე. ვერაფერს ვერ მოატყუებ, მაგრამ ფაქტი ერთი არის რა. ფაქტი ერთი არის, რომ რითაც დავიწყე, იმით დავთ. ჩვენ ამერიკამ გაგვიკეთა ის 9 წელი. ჩვენ ამერიკამ გაგვიკეთა ის 2008 წელი. აი ხა რა კომისიაზეც რაც ვისმეთ, აი მაგ ყველაფრის შემოქმედი სააკაშვილი კი არ არის. არის ამერიკის საელჩო და ამერიკა. ის ბოროტება, აი უნდა დაისო, ვინ იყო ამ ყველა, ვინა სააკაშვილი გაბედავდა იმას, ეს გაეკეთებინა და საელჩო გაბედავდა. ის წამება მიდიოდა ციხეში და ამერიკის ელჩი არ იყო საქმის ყურში. ტვინი რომ გაგვიბურღეს, რომ სინდისის პატიმრებად რომ მოიხსენიებენ, გამოუშვიდო. ვინმე ხმა მოიღო გირგულიანზე, ზერეკიძეზე, მოლაშვილზე, ვაზაგაშვილზე, შარაძეზე, თუ ვინმეზე ამოიღო ხმა? იმიტომ რომ ის მაგათი ძაღლიშვილების გაკეთებული იყო. ამაზე უყურე ერთი დეგივე ვტკებდი და ჩვენ სამჭაობში შევდივართ. ხო არა უკვე დავიღალეს იმათ რომ აღარ შემიძლია. გავიგეთ, მაგრამ უყურე ამ ხალხს მეუბნები ხალხო, ბიჭო, თუ აბულაძეს გააჩვევთ, ან ნიკას გააჩვევთ, ბიჭო, ამით პრობლემა კი არ მოგვარდება. კაცო, ეს კი არ გაქრება ეს პრობლემა. უბრალოდ როგორ იქნება, იცი? აი ხო იცი, აი მაგალითი რომ მოგიყვანოთ რა, ჩვენები უტევენ ჯავის ქუჩას, ჩვენები აი ტუნელს ჰა უკვე აიღებენ. რა ვიცი მეორდილ თუ ვიღვიძეთ და გორში რა ვიცი ოსები არიან რუსებთან ერთად. ბრაღდა არადა სულ სხვანაირად გეუბნებოდნენ. ბიჭო რა ვიცი პრობლემა არ არის ჩვენ საუბარში. პრობლემა გეუბნებით რომ როგორ არის ის კი არის მეინსტრიმული მედია რო გეუბნებათ კაცო. და თან რო ცვლიან მე კაცო ნელ-ნელა რო ცვლიან იმას. ბიჭო რა ვიფიქროთ რა ხალხო მე გეუბნებით ის რაც არის. დანარჩენი ჩვენი ფიქრს თაცა ყველა მეც იქ. თუმცა მაგ საშუალება არ ვიყო, მაგრამ არა კაცო ჩანდა ჩემი ერი მეცი. არა რა არის იცი? იცით რა არის უბრალოდ აი ამის გამო რასაც მე ამ პოზიციას ვავლენ. ეხლა ეს ეხლა რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ დღეს საქართველოში ამის თქმა არის გმირობის ტოლფასი. იმიტომ რომ შენ აი რასაც ვიძახი რუსეთთან ურთიერთობა ეს არის გმირობას, იმიტომ რომ შენ გადაკეტილი გაქვს ყველანაირი გზა რაღაცა მაღალი რაღაცა იმისკენ იერარქიებისკენ რაღაც სახელმწიფოები შენ გიყურებენ როგორც კეთროვანს შენ არ გეძახიან არსე ტელეარხზე შენ ხარ რაღაცა ბუა
იმიტომ რომ ეს არის ესეთ საზოგადოება შექმნეს ამათმა რუსეთის ხსენებაზე კი ჩვენ ვიძახით რომ უმრავლესობა ასე ფიქრობს მაგრამ ელიტები ასე არ ფიქრობენ ის ელიტა რომელიც არის შექმნილი პოლიტიკური ელიტა მედია ელიტა სახელოვნებო ელიტა ესენი ფიქრობენ რომ რუსეთი კი არა რო ახსენო არ შეიძლება სიტყვა რო უნდა ამოიღონ ამათმა მის შეუძლება ამოიღებენ ანუ ეს საზოგადოება ჩვენ ამას ვლაპარაკობთ მიუხედავად იმისა, რომ ჩაწიხლა ხდება, ბრძოლა ხდება, თავდასხმა ხდება, მაინც ვიძახით ამას. და ამ დროს ჩვენ არანაირი არ დივიდენდი არ აქვს, თვითონ ღებულობენ იმას რუბლებს, თვითონ აქვთ ბიზნესები ღვინის, თვითონ აქვთ სასტუმროები და ის რუსი ტურისტები მაგათგან მიდის, მე არაფერი ხერი არ მიგძვნი ამ რუსეთისგან რა. 4-5 ჯერ ვარ ნამყოფი ამ რუსეთში რაღაცა კონფერენციაზე მეტი არაფერი რა. უყურე ამით უყურე ყველაზე ცუდ რასაც აკეთებენ ეს რა თუ ჩამოთვალე თქვენ ეს ელიტა აი ეს რა ის ელიტაა კაცო მაგრამ ნუ როგორც ეს ნუ ელიტა ხო საზეცგარი ელიტა რა უყურე როგორც არის ყოველდღე შორდება ხალხს ანუ მათ თავის სამყაროს შექმნეს ამ დროს საზოგადოება ფიქრობს სულ სხვა კუთხით ეს გუბდება ეს უკმაყოფილება მე როცა ამ საზოგადოებას ორთქლის გამოსწრაფები არ ეკნება არცად ადგილი, მე ხდება უკონტროლო სიტუაცია, კაცო. მე ხდება ისეთი სიტუაცია, ნიკა რომ იცი რა, რატო ამ ხალხს ვერ მოვატყუებ. ეხლა რატო გონები, შექმნეს რაღაცა ოპოზიციური პარტია, ხო, დაუშვეთ, გამოიყო. ბიჭო, ვერ მოვატყუებ ხალხო. ყველა მიყვარს ის ხალხი, ვინდა ჩემი საახლობლოა, კაცო, მართლა ყველა მიყვარს ის ხალხი. მაგრამ ის რისთვისაც ჩინით გამოყევი, ბიჭო, არ ვერ ქაჩავს ეგ, კაცო. просто დააკვირდით ხოლმე ყურებას ხო ნახე ყურებას დააკვირდით რამდენი ხალხი უყურებს ხო ეხლა ჩვენ ტელევიზიას ყოველთვის უყურებს 10 ჯერ მეტი ადამიანი ვიდრე მაგალითად იგივე იმ სამთავრობო აი რატო კითხვა იმიტომ რომ სიმართლე არა იმიტომ რომ ის ხალხი რასაც კუხნაში ლაპარაკობს ყველა ხო ისინი გამოსავალს აი ხედავენ ამ გადაცემაში ხო ესე იგი არაფერი კიდე დაკარგული კიდე არის ხალხი ჩვენს გარდა რომელიც ესე ფიქრობს არა თან ერთი და თან სიმართლეს ვეუბნებით გადარჩენის ფორმულა არის ზოგიერთი შეიძლება რეიტინგიც ქონდეს განათლებულიც იყოს მაგრამ მე სიმართლე რო გითხრა იმდენად იმ ადამიანის მიმართ უფრო არა მაქვს ალერგია ვინც აი ნაცი და ნაძირალა და ჩათლახებდა ვიცი და თვითონაც ამბობენ მე ვარ ესეთი მეპირფალოსე და ვიცი რომ ამბობს რომ კაცი ვარ მინეჩიცაო და გავიგე არა კაცი ვარო იძახ მე ყველაზე უფრო მზარავს ის ადამიანი ვინც აი ვითომ აი პატრიოტობაზე ერის მამობაზე აქვს პრეტენზია და ადამიანებს არ ეუნება სიმართლეს იმიტომ რომ ეჩინია გესმის იმიტომ რომ უნდა რომ აი არა კაცო რუსეთს როგორ ვიტყვი მე რაღაცა რა არ ვიტყვი იმიტომ რომ მე შიშრები და კურდღლები ხარ თქვენ რა ნიკა შიშლები და კურდღლები კაი მოდი სადამდე მივა ეს აი ესეთ სიტუაცია აი ხო ვიცით ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება მაშინ გამაგებინეთ სადამდე მივალთ იმ სამყაროს აი იმ ხალხს რის იმედი აქვს რომ ისევ ის ყობა დაბრუნდება ევროპაში და თუ აი ხო ისინი ხო ფიქრობენ არა გეტყვი ის იმედი ელოდებიან გეტყვით აი გეტყვი ხა მოსკოვში ხო დადი ზოგიერთი ვიცი რა ხო იმათ ეუნებიან მე თქვენი ვარო გესმის შეგიძლია დებილები ზიან ხო ნუ დებილები არა ნუ დებილები რო არზიან ვიცი მაგრამ ნუ მაგი ბოდიში და გონიათ რომ დებილი ამათ გონიათ რომ ვაგოიმებთო რა ხო და ესენი ეხა ელოდებიან მოდი იმათანაც ვიფლირტავებ ამათანაც იმას ვიზამ ეს შევარდნაძემ დანერგა ეს ლობირების პოლიტიკა და შევარდნაძის ლეკოები არის დღესაც ამ პოლიტიკაში ხო ატყობ და იმ შევარდნაძემ დაღუპა ეს საქართველოს საერთოდ და აი ეს გონიათ რომ იქითაც ვიქნები აქითაც ვიქნები და ხვალ რო ეხლა აქ ბოდიში და შეიცვლება კურსი და რაღაცა მერე უკვე რა თქმა უნდა იტყვიან იმას რომ ჩვენზე უარესად იტყვიან იმას ნიკა სხვა ეგ გავიგე მე გაკითხით აი ბიჭო ხალხს ხო დაფიქრეთ კაი სადამდე მივალთ მე პოლიტიკოსებზე მაგალითად სადამდე და კრახამდე მივალთ ეხლა ანუ რა უნდა მოხდეს ისეთი რომ შენ უბრალოდ ხარა ხო გითხარი სადამდე თუ აქვს ოფიციალურად შეიცვლება ყველაფერი მე იტყვიან იმას ისინი აი ჩვენ იმ ხალხზე ვლაპარაკობთ აი ვინ უნდა შეცვალოს ეს ოფიციალურად ნუ ოფიციალურად უნდა შეცვალოს ის რომ და რამ უნდა იძულოს ეს ოფიციალურად შეცვალა და ნუ მივიყვათ მაგ კატაკლიზმამდე რომ შენ იძულებული გახდე რომ უკვე აი ჩასვლილმა შეცვალო ეგ სიტუაცია გეძახიან ადეგე აწი ერთი ადგილზე დაჯექი კაცო და დაელაპარაკე ბატონ 3+3 რა არის როცა შენ ბოდიში და ნაჭამი გაქვს რაღაცა და როდესაც შენ იმ ადამიანის გავლენის ქვეშ ახარ
და იმ ხალხის გავლენის ქვეშ ვერ გამოხვალ ესა რა, ვერ გამოხვალ, ვერ იტყვი. აქ უნდა იცით რა არის? უნდა შეიცვალოს, ეხა ჭიათურის მაღაროელი ბარსელონას ვერ მოუგებს. რა თქმა უნდა. ვერ მოუგებს, რაც არ უნდა გააკეთოს რა. ხო და უნდა მოვიდეს ის ხალხი, თქვენ რო იზაგეთ, დიაგნოზი არის ის, რომ ის ხალხი უნდა მიუშვა ღუმელთან, ვინც საქმის კეთება იცის. ჩვენ თუ გვინა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, ვინც ამ თემის ირგვლივ შეუძლია ეს გაკეთება, ამის ის უნდა მიუშვათ. თორე ადამიანი, რომელსაც ეზიზღება რუსეთი ორგანულად, ხო ის უკვე ის ვერ გააკეთებს ამას, ხო? ვერ გააკეთებს. ვერ იძახიან ამას, რომ რუსეთი მეზიზღებაო, თორე ხო ვიცით, არა, ესეთები რო არიან, არა. დაჟე მოსკოვში დარბიან ისეთები. ხო, ისინი სხვა რამის გამო დადიან იქ ფულის. და ის თვითონ რუსები მეუბნებიან, რომ ჩვენ კი ვიცით, ვინც არისო კაცო. მაგრამ ნუ ხოდი და პუსკაი ხოდი თუ. მაგრამ ხო რა ისინიც კიდე მენერვები მეშლება მაგაზე. უკვე სხვა რამის გეუბნები რა. ამ ხალხს ისინი გავლენას ვერ ახდენდნენ კაცო. მე სხვა რამე კი ვიკითხე. ბიჭო, სანამ რაღაცა მოხდა, იმიტომ რომ ბიჭო, გავიგეთ რომ თელ სოფლიოში არის აი ესე თქვა ბესპრიძილი დაწყებული. უნდა შეიცვალოს მთელი. იცი რა არის ბატონო პატა, როდესაც ადამიანი საქვს ისა რა ქვია, ძიმე დაავადება, იქ ქირურგიული ჩარევა საჭირო. კიდევ ერთხელ გეუბნები, არ გამოვა სხვანაირად აქ არაფერი. უნდა მთლიანად შეიცვალოს ყველაფერი. რუსეთთან ურთიერთობას ეხლა ის კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება რაღაცა ისეთ ფონდებში მუშაობდა, რომელიც ამერიკი ვერ გააკეთებს ამას ის, ვერა. კაი, მოდი ჩვენც იმათ ხარეს გადავედით. სადამდე მივალთ, მაშინ იმაზე მიწევი. სად კატასტროფამდე მივალთ? ხო ეს ახლა დავიჯეროთ ჩვენ თუ ვიცით. არა, კატასტროფა, თუ და ამას ეხლა ადამიანი რომ მანქანა რო ვარდება, კლდიდან რული თუ არ გაასწორე, ხო გადავარდე. გაასწორე ეს რული ვეუნები რომ ვარდებით, უკვე ვარდები და გაასწორე რული რა. აი ეს არის და რუს არასწორებენ. ვაფშე რულია აქვთ. არა, ერთმა დაგვიფაროს, მე მაინც გონია რომ რული კიდე არის, მაგრამ შეიძლება ეგ რულიც აღარ გქონდეს მალე, ხო? ხო, რაღაცის იმედი ხო უნდა გქონდეს. აი, ადრე ქონდა ორბანის, ეხლა ქონდა ტრამპის, ერთი დამთავრდა, მეორე დამთავრდა. ახლა რა შეიძლება? და ის ორბანი არის ხო კაცო, სააკაშვილი რო იყო აქა და მეგობარია ჩემიო. ყველათა ორბანი არის თავის ქვეყნის პატრიოტი. ვაჭრობს ის კაცი, თავისი კარგი არის, მოვაჭრე არის. ეხლა დარწმუნებული იყავით აქ რო ხვალ სიტყვაზე, ნუ არ სააკაშვილო დაბრუნდეს სიტყვაზე, ეს გამორიცხულია. ადგება ეს ორბანი და სააკაშვილიდან ჩამოვა. კი ბატონო, ის უყურე, ეხლა და ამათ ორბანის სურათები რო ქონა, გამოკროლები და ორბანი და რაღაცა და ისა რა. იგივე ტრამპი იყო აგე რა ლიბერასტების სოდომის დროშა რო ქონა გამოკროლი, ესე არ არის? ხო და ამიტომ ეს არის ჩვენი გადაცემის დევიზი, რო ვთქვათ, მოკლედ გასაგებად არის გაასწორეთ რული. ბატონო აი ესე არის. გაასწორეთ რული. და ერთი აი ხალხზე მეც უსამძიმრებ რა თქმა უნდა იმ ტრაგედიას რაც მოხდა კრილოვოგში, მაგრამ რომ მიცოდით ეგ რომ მოხდა ზუსტად მაგ დღეს ესე ვთქვათ ვადაგასულმა პრეზიდენტმა იუარში იყიდა პლატინის მოპოვების საწარმო 1,600,000,000-ად. ისე რო იცოდით, ეგ ჩემი აზრით უკრაინის საიტებზე და პირდაპირ თან როგორ ლამაზად ის გახსნა და გასაგები. ეს ცოტა ძალიან ნუ აღშფოთდებით ხოლმე თვითონ უკრაინელები აღშფოთდებია ხოლმე რა. დიდი მადლობა ბატონი პაატა იყო ჩვენც გაკუთვნილი დრო ამოიწურა ბატონი პაატა აბულაი. ხო, მაგრამ პაატა აბულაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ომის ვეტერანი, სამხედრო ექსპერტი. და მე ამით მინდა დაგემშვიდობო ძვირფას ტელემაყურებლებო, ტრადიციულად ხვალ შევხვდებით ერთმანეთს ისე საღამოს 9 საათზე კარგად ბრძანდებოდეთ.